გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ, როგორ იმედია კარგ განწყობაზე ხართ. დავიწყოთ ჩვენი ამბები, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ესე ოკლაჰომა დავამთავრეთ და შემოვედით ტეხასში. ტეხასში მოგესალმებით, ყველაზე დიდი შტატია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნუ ახლა ალიასკა არ იცვლება ტერიტორიულად. სიგრძეში არის რაღაც 900 მილიმეტრის, ასე ლუიზიანამდე და მოდის სიგრძეზე 950 მილია რა. ზემოდან რაღაც 500-600 მინამდეა და ეხლა ჩვენ ზემოდან წამოვედით. და შემოვედით ეხლა ოკლაჰომიდან, ეს კი ჩრდილოეთიდან მოვიდივართ, შემოვიდივართ სამხრეთიდან ლორეტოში. და ფაქტობრივად აი ზემოდან ლუკას რო შეხედოთ 35-იანი ხომ მოდის ასე ნორდ-დაკოტიდან საუდ-დაკოტა, მერე შემოვიდეთ ოკლაჰომაში და ოკლაჰომა გადავკვეთეთ ახლა და შემოვედით ტეხასში. ტეხასი ერთ-ერთი თავისებური შტატია, რომელიც ყოველთვის ცდილობს რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. პერიოდულად არის ხოლმე მომენტებში დამოუკიდებლობასაც ითხოვენ, აი სეპარატისტული გაძლიერდება ხოლმე მოთხოვნები, ეს არის ასეთი მომენტები. ზოგადად ტეხასში მე რო შემოდივარ, აი ძალიან მაგრამ მომწონს ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა თლიანობაში ტეხასი. ძირითადად აი ესეთი ბუნებაა ტეხასში. თუმცა საღამო ისა სამხრეთი რო წახვიდე, აი ჰიუსტონი და ისინი რო არის, იქ უფრო კლიმატია, იქ უფრო ლამაზი ბუნებაა, მაგრამ ზოგადად აი ეს ლანდშაფტია ძირითადად ასეთი და მშრალია. ეხლა ჩვენ რაც გვახსოვს კინოებიდან ვუყურებთ ხოლმე ტეხასელი კავბოები, ანუ წყემსები, თავისი იმეებით, ცხენებზე სიარული თავისი ქუდებით და თავისი რა ქვია იმას ლასო და იმითი წარმოგვიდგება ხოლმე რა. ეხლა ეს ტიპები უკვე აღარ არიან, უკვე შეიცვალა ეს მდგომარეობა, მაგრამ აი სული და ის მებრძოლი და აი ესეთი ვაშკაცური ტიპები არიან რა. საკმაოდ კონსერვატორული შტატია, ძალიან რელიგიურები არიან. აი რაღაც ხასიათში ჩვენ გვანა რა, ემოციურები არიან რაღაც იმაში რაღაცა დაძაბულ სიტუაციაში უკან არიხევს. თუმცა რბილებიც არის, აი ქართველები ვით არიან რა, ქართველები ხო არის ხოლმე, მაგრამ კარგად რო დაელაპარაკები, წყაროდ რო დაელაპარაკები, დაწყნარდება. შეიძლება ტეხასი თავიდან მექსიკას ეკუთვნოდა და 1855 წელს ამერიკამ ომის შემდეგ წაართვა ეს ტერიტორია. ძირითადად მაინც ესპანელები არიან, ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობა და თავისთავად კათოლიკური წმენა საკმაოდ ძლიერია და ნუ ყველაზე ტრადიციული და ყველაზე კონსერვატორული შტატია მთელ ამერიკაში. ბაიდენის დროს ეს ლიბერალური გიჟობები რო წავიდა, ძალიან ბევრი სხვა შტატების წარმომადგენლები მოდიოდნენ და ტეხასში სახლდებოდნენ. ვიცით, ცოტა შეწყდა ეს მოვლენა, იმიტომ რომ ტრამპი რომ მოვიდა, ეს ლიბერალური გიჟობები სამას დაეკარგა და ისევ ამერიკა დაუბრუნდა თავის ბუნებრივ ხასიათზე. ამერიკა ყოველთვის იყო ოჯახის ტრადიციების და ფაქტობრივად ევროპისგან განსხვავებით, მაინც აქ ხო ძირითადად რელიგიური ხალხი მოდიოდა ევროპიდან და თავისთავად ინახავდნენ ამას. და გავიდა 21 საუკუნეში ვარ და სხვათა შორის მაინც ამერიკა დაუბრუნდა თავის, ეხლა ზოგი ლიბერალი იძახის ხოლმე რომ აი ევანგელისტები მოვიდნენ, ის მოვიდნენ, ეს მოვიდნენ, კი, რაღაც მართალია, მაგრამ ეხლა მაგათ ის რო არის ხოლმე სანიკიძეს უყარს ხოლმე რა ქვია ის, კუბა სანიკიძეს. უნდა გაამართლოს ხო ეხლა ხო მან ძალიან იცავს ლიბერალურ ხედვებია და რაღაცეები, მაგრამ მე ამერიკაში ეს პროცესები რო წავიდა, ეხლა იძახის ევანგელისტები მოვიდნენ, ევანგელისტები იმას კი არ თქვეს რომ ეს გიჟობები და ეს სისულელები, ეს ლიბერალური არ გადასოფილი ქცევები და ხელში ამოვიდა ამ ხარ და იმიტომ დაუბრუნდნენ ამას და
ამართლებს ხოლმე რომ ისო ევანგელისტები მოვიდნენ. ნუ რაღაც მართალიც არის, იმიტომ რომ ევანგელისტი რა არის, ესე იგი მახარებლები, ესე იგი ბიბლიის მახარებელი ხალხი, ანუ ბიბლიის მიმდევარი, ერთის მიმდევარი ხალხი დაბრუნდა მთავრობაში, მაგრამ მაინც ვერთმო და მაინც იქითკენ იქაჩება ხოლმე. ნუ ეს უკვე ჩემი პირადი აზრია, შეიძლება მე ვცდები ამ უბას ანიკიძეს მიმართ. ნუ ის სხვა ამბავია და საერთო ჯამში მასეც მოხდა ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეიცვალა სიტუაცია და წეღანას თქვი რომ ამერიკა დაუბრუნდა თავის ბუნებრივ ხასიათს და ცხოვრებას. ტრამპის ხსენებაზე ბარემ ეხლა ვიტყვი, ასეთი კითხვა იყო და მინდა ვუპასუხო ჩვენ იმას. აკაკი ცოტა მოგვიყევი რა შეიცვალა ტრამპის პრეზიდენტობაში, ეკონომიკა წინ წავიდა, ქვეყანა არ წავიდა, რა ხდება, როგორ ხდება და მე რომ ვკითხო, ყველაფერი ვიცით. ფაქტია რომ ტრამპა ამ ლიბერალურმა გიჟობებმა ისეთი მოარყია ქვეყანა, ძალიან სისულელეებში გადავიდა თავისი ლიბერალური და რაღაც სისულელეებში და ძალიან მოირხა ამერიკა და გინდა არ გინდა ტრამპა ეს მოახერხა და უბრალოდ წესრიგში მოყავს აქაური სიტუაცია. ამიტომ გახსოვთ ხო გონი პირველი თორი დღე იყო პრეზიდენტად დანიშნული და ერთ კვირაში გონი 500 თუ 600 კანონი მიაღებინა კონგრესს. ამ კანონებით ერთელი წინააღმდეგობა გაუწია წინა მთავრობის მიერ დაშვებულ კანონებზე. იქ იყო ერთსქესიანთა ეხლა ამერიკაში ერთსქესიანთა ბევრ შტატში დაშვებულია, მაგრამ აკრძალა აი ბავშვებს რომ ნებართვა მისცეს მშობლების გარეშე სქესი გამოეცვალა და ძალიან ბევრი კანონები და საერთო ჯამში შეიძლება ცოტა რადიკალური გამოხტომები იყო, ზოგადად რაღაც უაზრო, მაგრამ ფაქტურად ქვეყანა წესრიგში მოიყვანა და ყველაზე თვალსაჩინო ეს იყო მექსიკიდან რომ გადმოდიოდნენ მთელი ემიგრანტები, როგორც აი მე მახსოვს ახლა ალბათ ჩვენ საზღვარზე ვიდივართ და ადრე მე მაგ ვიდეოები გადაღებული 10-15 კაცი რომ მოდიოდა ჩვეულებრივად ადამიანი მოვიდოდა საზღვართან გადმოჭრიდა საზღვარს და გადმოლახავდა პრობლემა არ იყო შემოდიოდა და როგორც ვიცი 2 წლის განმავლობაში ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე იმას ვამბობ, რაც მოსმენილი მაქვს და წაკითხული მაქვს, 2 წლის განმავლობაში რაღაც 35 მილიონამდე ადამიანია შემოსული. ეხლა წარმოიდგინე ამდენი ადამიანი რო შემოვა და გაიფანტება მთელ ამერიკაში, ეს თავისთავად უკვე თავისებურად პრობლემები შეიქმნა და ტრამპმა ეს ერთ დღეში გააჩერა. აი ზოგადად ჩვენ გვილაპარაკია, რომ ყველაფერი კონტროლებადია, ყველაფერი რაღაცა მართვადია და ამ შემთხვევაშიც აი ამის რისი თქმა მინდა რომ აი რაც კი ხდება მსოფლიოში და დედამიწაზე ყველაფერი კონტროლებადია. მით უმეტეს თანამედროვე ტექნიკიდან გამომდინარე, ონლაინ და კომპიუტერიდან გამომდინარე, აი ჭიანჭველა რო ჭიანჭველია, იმასაც კი გააკონტროლებდა. თავარია ნება. აი ხა უცბად მოინდომეს ემიგრანტები გააჩერეს. აი ხლა ომი რომ მიდის უკრაინასა და რუსეთს შორის, როგორ ფიქრობთ, ომს ვერ გააჩერებენ, მაგრამ ვიღაცას აწყობს და ეს ომი გრძელდება. რაღაცა მოჩვენებითი სიტყვები ეს გავაჩეროთ, და ხალხი იღუპება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და აი როგორ აი ტექნიკურად აი კოსმოსი და ყველაფერი კონტროლდება, ყველაფერი ეხლა ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, ამასაც გააკონტროლებენ რომ მოინდომონ და შეამოწმებენ, მაგრამ მე შეიძლება პირადად ვამბობ, მაგრამ აი მე არ მჯერა რომ უკრაინის ომის გაჩერება არ შეუძლია და ანის პროცესები რაც სხვაგან ხდება, ეს ყველაფერი კონტროლდება და სპონტანურად ხდება. მე იმას ვიძახი რომ ყველაფერი კონტროლებადია, მაგრამ იქ რა ხდება და როგორ ხდება ეხლა ჩემნაირი და უბრალო ადამიანები ამას ვერ მიხვდებიან. როგორ მახსოვს პირველად ნიუ-იორკში ვარ, რაღაც 10 წლის წინ ვარ და რაღაც ტელევიზორს ვუყურებ და მეგობართან და ასეთი პროგრამა ჩავირთო, ნახეო არ გაინტერესებს რა მაგარი რაღაცაა და ტელევიზორში ჩართო რაღაცა პროგრამა ქონდა და აბა ნახე
აი ნიუ-იორკის რომელ ქუჩაზე რა ხდება და რაღაცა ქუჩა მიუთითე და უცბად შეხედა ვაჩვენებენ რაღაც ნიუ-იორკის რომელღაცა ქუჩა იყო და ვინ მიდის, ვინ გამოდის, რას აკეთებს. ამას ვიზახი მე მეგობრებო, რა ქვია, ჩვეულებრივი მოქალაქეები 10 წლის წინ მეთქი აბა თბილისში მაჩვენე ჩემ ქუჩაზე რა ხდება ხოლმე და მაშინ ვერ მაჩვენა, მაგრამ ეხლა კაი პროგრამისტი და კაი სპეციალისტი ვინც ონლაინშია, კომპიუტერით და რაღაცა პროგრამებით, რომელიც საფუძველად ცნობილია და პროგრამისტებმა იმათ მეიციან, ეხლა ჩემნაირ ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ კომპიუტერი და ონლაინის საშუალებით ყველგან შეამოწმებ რა ხდება. ეხლა ახალგაზრდობა უკეთესად იციან და არ ვიცი, ეხლა მე ზოგჯერ მევახერხებ ხოლმე აბა თბილისში რა ხდება და ეს როდესაც უბრალო ადამიანია ამას ახერხებს და აკონტროლებს, წარმოიდგინეთ ის სპეციალისტები და სპეცსამსახურები და პროფესიონალები რა დღეში იქნებიან და რამე უკონტროლო და გაუკონტროლებლად ხდება ამ სოფლიოში რაღაც ეჭვმეპარება და რისკი მიყვარს საუბარი. ეხლა ჩვენ იცით მეგობრებო, რომ მე ყველაფერს ბიბლიიდან გამომდინარე საუბრობ და წმინდიდან გამომდინარე საუბრობ, რომ ყველაფრის ეს ყველაფერი რაც მე მოყევი და რაც ეხლა ხდება, ეს ბიბლიაში ყველაფერი აღწერილია. წმინდა წელი ამაზე ყველა კითხვაზე პასუხს გცემს. უბრალოდ თავარია წავიკითხო და ყურადღებით გავერკვიო და ამიტომ ისი ხო ასეთი ნათქვამი ხვარი არ არის, რაც არის დაფარული. ესე იგი ამ მომენტში შენ გონია რაღაცა დაფარე, რაღაცა მოითხოვე, რაღაცა გონია ვერავინ ვერ გაიგო, მაგრამ გადის გარკვეული დრო და ყველაფერი თვალსაჩინო და ნათელი ხდება. მოდი დაუბრუნდეთ იმ კითხვას და უპასუხოთ იმ ჩვენ მეგობას, რა ხდება ტრამპის მმართველობის ქვეშ. ეხლა ზოგადად ასე თუ ისე მოგვარდა, მაგრამ ტრამპა ისეთი რადიკალური მეთოდებით და ისეთი საშუალებებით დაიწყო ამ წესრიგის დამყარება, რომ ბევრი უკვე უკმაყოფილოა და სამწუხაროდ კი შეიძლება რაღაც შემოსავალი ცოტა ეხლა კერძოდ ამ ჩემ სფეროში, ეხლა ტრანსპორტის სფეროში ცოტა ფასება მოიმატეს, იმიტომ რომ ბევრი მძღოლი, შემოსული მძღოლი და მეც ხშირად მithქოს, რომ მაინც უსაბუთები და რაღაცები წესრიგში რა გაქვს მოერიდეთ და ამიტომ ბევრი მძღოლები არ დადიან, აქედან გამომდინარე მძღოლები უარ არის, ცოტა ტვირთებზე გადატანის ფასება მოიმატეს. ნუ ცოტათი, მაგრამ მოიმატეს. ეს რაც შეეხება ამ სფეროში, ალბათ სხვა სფეროშიც ასეთი რაღაცები არის, იმიტომ რომ ქარხანაში თუ მუშაობდა სიტყვაზე 100 მუშა და 100 მუშიდან 40-50 იყო არალეგალი, ბევრი მოერიდა იმ სამსახურს და უკვე მე პატრონემაც მუშა რო დააგდება და მუშახელი იძულებულია ცოტა ხელფასი მოუმატოს და ეს პროცესები არის. მაგრამ ისე და ისე მეორდები რის ხარჯი ამ სიმკაცრის ამ რაღაც როგორ გითხრათ კაცრი ხელიდან გამომდინარე. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია, მაგრამ თქვენც კარგად იცით ეხლა ტრამპის განცხადებები გრენლანდია, ვენესუელა, ეხლა ირანზე, ნუ 1000 რაღაცებზე ყველგან ნუ ტრაბახობს მაგაზე გაიძახის ეს გავაკეთე და უკვე ხამს ეცინება და ჩვენც ხო გვეცინება და ზოგადად ამერიკაშიც უკვე ტრამპს ისე უყურებენ. ეხლა რა თქმა უნდა ტრამპი მარტო არ არის, ის უკან ხალხი დგას და რაღაც ინტერესებია, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ ფაქტია რომ ეს კაცი დილით ერთს ამბობს, შუა დღეს მეორეს და საღამოს მესამეს და ეს ცვალებადობა და ეს მისი არასტაბილური განცხადებები მოქმედებებშიც აისახება. აი თუნდაც ეხლა განსაკუთრებით აი საგარეო პოლიტიკაშიც თვითონ დაიწყებს, აი თქვა ეხლა ვენესუელაში ეს მადურო წაიყვანა, მაგრამ მთავრობა დარჩა. გრენლანდიის აღება უნდა, თვითონ უნდა არ უნდა. იქ კანადის გუბერნა შეერთება უნდა, იქ ირანი და აი ბოლომდე არც ერთი საქმე არ გქონს, თუმცა რომ გამოდის ტრამპი და გაიძახის ეს გავაკეთე და ხედავ რომ კი თავიდან იძახის ეს გავაკეთე, მაგრამ ბოლომდე საქმე არ მიყვარს და რა ვიცი, იძახიან ეს არის ტრამპის მუშაობის სტილიო, გაცოთ ხო
მგონი ერთი გაზაფხულზე აი გადასახადეს მოუმატებ ჩინეს მოუმატა 150% თვითონ გადასახადი და მერე უკან დაიხია და ეხლა მერე ისო დაუკრა და მგონი 30-20-ზე ჩამოიყვანა და ეხლა მე მაგალითებს ვიცახი და ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია და მას ამართლებენ როგორც თვითონ ბიზნესმენია და ბიზნესმენურად უყურებსო ქვეყანასო და მეც ეხლა ვეთანხმებ ეხლა ბიზნესია, კორპორაცია, მაგრამ ქვეყანა და სახელმწიფო ცოტა სხვა რაღაცაა და აი მანდ უკვე მოიკოჭებს. ეხლა ეს ჩემი აზრია, პირადი და მოსმენელი, ეხლა მოიკოჭებს, არ მოიკოჭებს, ეს ალბათ მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ სიტუაცია რომ რაღაცნაირად არასახარბიელო აი ეს ფაქტია და ეხლა რაში გამოიხატება. აი მაგათ ეხლა ჩვენ ვართ ტეხასში, ყველაზე კონსერვატიული და ყველაზე ტრადიციული შტატია და აქ გამორიცხული ახლა ხოიცი დემოკრატები ძალიან ლიბერალები არიან და ტეხასი ყოველთვის რესპუბლიკური შტატი და აქ დემოკრატიული და ლიბერალური იდეები ვერასდროს ვერ იმარჯვებდა რა თვითონ აი ისტორიას რო გადავხედოთ ნუ რა ვიცი ამერიკის ისტორიის განმავლობაში სულ რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ 1-2 ძალიან იშვიათად დემოკრატებს გაემარჯვათ იმიტომ რომ აი ეს კონსერვატიული და ტრადიციული შტატია და აი ახლა შუა არჩევნითი შუა ეცა შემეშალოს დაიცეს ადამიანებს ფორტვი აქ დალაში შევდივარ და დალაში მოგესალება ძალიან ისეთი ატახლართული ქალაქია და შესაძლებელი არ შემეშალოს ფორტ საუბრობთ 35 კვირა დალაში ხო შემოვლით გზაზე მატარებს ეხლა GPS და მართალიც არის თორე დალასი არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი ძალიან გადატვირთული ქალაქია ხიდები და იმეები და საცობებში ნამდვილად არ ვიდა და მე ამჟამად დაუჯერებ მარგარიტას სად მიძრები ახლა ტეხასელი ახლა უყავ საერთოდ ტეხასში რო შემოდიხარ აქ ხო იარაღის ტარება გაშვებულია და აი მანქანას ვატარებ ძალიან ბევრი არ მგესურვე და ჩვენებურად ეხლა რო ვიცით ხოლმე ემოციების გამოხატვა და ადრე გახსოვთ მე რომ მოვყევი ერთხელ მონტანაში მანქანამ გადმომიჭრა და მე ბოთლი ვესროლე ის მე მანქანით გადმოვიდა ასე წინ გამიჭრა და ასე ვინტო კარგად ვიყო და ლამის ლულა დამიმიზნა პიტები თვალებში და მეთქი ჩემთავს უთხარი კაკო აი რადგინდა ეს ემოციები კი იმან დაარღვია კინაო გადაგაყირა მაგრამ რადგინდა ეს ბოთლების სროლა და ასეთი რაღაცები და იმის შემდეგ ცხოვრებაშიც მასე უნდა იყოს კი 1000 ცუდი რაღაცები ხდება მაგრამ ემოციას უნდა ყოველთვის კონტროლი ეხლა მე გამიმართლა იმ მონტანაში რომ ვინტოკა არ მესროლა იმან ასე შემაშინა მე გამაშეშა და მე წავიდა და იმ ამბის შემდეგ მე ყოველთვის თავს ვიკავებ აი ეს შტატებში კოლორადო, არიზონა, ტეხასი ყოველ მეორეს იარაღი უდევს მანქანაში და ყოველთვის ახლა შემწყოლებს ახლა ვინც დაიწყებენ მოძრაობას და მუშაობას ყოველთვის შეიკავეთ ემოცია გააკონტროლეთ იმიტომ რომ არაა გამორიცხული ნებისმიერ მანქანიდან ნებისმიერ ეტო ხუთი მანქანა რო გააჭრო სამ საბათ იარაღი უდევს მანქანაში და ამიტომ ყოველთვის თვლად უნდა იყოს და რატყები და რა თქმა უნდა ახლა კი რაღაცნაირად დაგწება და გაბრაზდები, მაგრამ ემოცია უნდა შევიკავოთ, რომ რაღაც სულ რაღაცას არ გადავეყაროთ. აი მე ხა ცუდი რაღაცა მომივიდა, ეხა ტელეფონი ხომ მიყენია მზეზე. და გამიხუდა და სიცხისგან ტელეფონი გამეთიშა და ვიდეო შეწყვიტა და ეხა ავიღე ჩემი ტელეფონი და იმას მიუშვირე, რა ქვია. ხომ აქ ჩართული და აგერ მივაყენე და გავაცივე რომ აღარ გახურებულიყო ტელეფონი და ისევ ჩაერთო და მეც აგერ ჩავერთო და გავაგზავნე ჩვენი საუბარი. ხოდა რას ვამბობდი, აზრი გამიწყდა. კარგია რომ ასე წამოვედით, იმიტომ რომ ჩვენ ჩავდივართ ჰიუსტონის მხარეს, საზღვრისკენ და დალას მოვშორდით რა და დალასი იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ პრობლემატური ქალაქია იმ საცობებში და იმებში გავდივართ ეხლა დავიღლებოდე და ასე შემოტილით მივიდივარ და მივიდივარ ისევ ჩვეულებრივ ტეხასის
ლანდშაფტით. ხო და რას ვამბობდი დავამთავრო ბარი მის აზრი ტრამპის ამბავი რა ხდება ტეხასში ეხლა შუა კონგრესი თუ ადგილობრივი არჩევნები მიდის და ჩატარდა აქ ტეხასში და წეღანაც რომ ვამბობდი რომ ტრამპის არასტაბილური პოლიტიკიდან და არასტაბილური ლაპარაკიდან გამომდინარე ბევრ ადამიანში აი ეს უკმაყოფილებას იწვევდა ოი საოცრებავ და ტეხასში მოიგეს დემოკრატებმა. და გაზეთში ვკითხულობდი 80 წელი დემოკრატებს არ მოუგიათ ტეხასში. იმდენად გამოიყურე, ნუ არასტაბილური კაცათვრია რა ამ ტრამპს თავისი მრავალფერო და რა ვიცი შეიძლება პოლიტიკოსები და სპეციალისტები იმასაც იძახიან რომ ალბათ ვერ გაკაჩავს ტრამპი ან იმპიჩმენტს მოუწყობენ ან ამის დამაგვარი და ბოლომდე ვერ გაკაჩავს. არ ვიცი ეს ბევრი ვერსიებია ალბათ ტრამპსაც ურჩევენ რომ ასეთი არასერიოზული განცხადებები და არასტაბილური მოქმედებებით შეაჩეროს თავისი რავი როგორ ვთქვა განცხადებები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სადაც უხე ტეხასში თუ რესპუბლიკელებმა წააგეს წარმოიდგინეთ არის ხა შტატებია ლიბერალური შტატები ხა მაგან ნიუ-იორკი ლიბერალური შტატია. ნიუ-იორკში რესპუბლიკელებს გონი 100 წელი არასდროს არ მოუგია და ლიბერალური შტატია ნიუ-იორკი, ლიბერალური შტატია მასაჩუსეტსი და ბევრი შტატებია და სადაც ასეთ კონსერვატორ და ასეთ ტრადიციების მიმდევრ შტატში ვერ იმარჯვებს ტრამპი, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ წააგეს რა. თუ რაღაცა სასწაული არ გააკეთა ტრამპმა. საულია აი ეს ეფშტეინის კუნძული რო ასეთ ცნობილი, ეხლა მთავრობამ სპეციალურად გამოაქვეყნა ეს ვიდეოები და ძირითადად რისკენ მიყავთ რომ აი დემოკრატები და ასეთი მდიდარი ხალხი ამ ბავშვთა გაპატიურებით და გარკვეული საქმეებით იყვნენ დაკავებულები იმ კუნძულზე, ხო ეს თქვენ ახლა ძალიან გახმაურებული ამბავია ესა და ამის გამოქვეყნება ადრე შეეძლო, არ ჭირდებოდა და აი ახლა გამოაქვეყნეს და ერთ-ერთი მიზეზი მაგისიც არის რომ ტრამპის რეიტინგი ვარდება და ამით უნდათ ამოქაჩო. არ ვიცი ეს ვერსიები მე რასაც ხვდები ეს არის ყველაფერი რასაც მე ვკითხულობ და უსმენ რადიოში და ტელევიზორში, მაგრამ რო დაფიქრდი ალბათ სიმართლესთანაც არის დაკავშირებული. მთელი საინტერესო ის არის რომ იმ ეფშტეინის კუნძულზე თვითონ ტრამპიც დადიოდა მაგაზე ხმას არ იღებენ, თუმცა რაღაც დემოკრატებიც გასუსულები არიან და ნუ ესეთი მძიმე თემაა და ესეთი საინტერესო პოლიტიკური პროცესები წავა ამერიკაში. რა თქმა უნდა, ეხლა ჩემნაირ ადამიანს და კონსერვატორ და ადამიანებს რომლებიც მერტის ჯერათ, ეხლა მე იმას არ ვიძახი ტრამპის არასტაბილურობა და ის მომწონს, ის არათანმიმდევრული განცხადებები, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ცნობიერებიდან და ჩემი ფიქრებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის რესპუბლიკელებს ვარჩევ ვიდრე დემოკრატებს. დემოკრატები, რა ვიცი, აი დღემდე კიდევ რაღაც ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, არ ვიცი. ახლა თავისუფლება რა ჯობია, თავისუფალი უნდა იყოს ადამიანი და ყველა სფეროში და მოქმედებაში, მაგრამ როდესაც თავისუფლება გადადის ცოდვაში, ის თავისუფლება ნამდვილად არ არის, რა ვიცი. თორე ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ ყველა ნებისმიერი ადამიანი თავისუფლად ცოდვილი ბუნების არის, მაგრამ ამ ცოდვილი ბუნებას და ცოდვილ ცხოვრებაში შენ ამას კანონიერად და კანონის ფარგლებში მოვყავს და ნორმად მოყავს ეს ყველაფერი. ეს უკვე მარაზმი და გიჟობებია. თუმცა აი იმ გიჟობებს და იმ დემოკრატებს და იმ ლიბერალურ ამ LGBT და ამის და მაგვარი მიმდინარეობის ადამიანები ძალიან წყნარად არიან და პირდაპირაც ამბობ რომ არა ეს დროებითი ამბავია ჩვენ მაინც მოვათ, ჩვენ მაინც გავიტანთ ჩვენსასო და ძალიან მშვიდად არის არ ნერვიულობენ, თუმცა გასუსულები არიან, ჩუმად არიან. მაგრამ ჩემი აზრით ეხლა ტრამპისნაირი და ასეთი ტიპება თუ ასე გააგრძელეს, რა ვიცი, არასტაბილური და არასერიოზული განცხადებები ამ შეცდომებზე და იმებზე არ ვიცი შეცდომა ესა თუ არ არის შეცდომა ფაქტია რომ დემოკრატები და ეს გიჟი ლიბერალები ამას გამოიყენებენ და სათავისოდ
გამარჯვებისკენ მიიყვანენ თავის საქმეს და წეღანაც რო ვთქვი რომ დემოკრატები ამაზე ელოდებიან სულაც არ ნერვიულებენ იმიტომ რომ ეს მოვლენა რომ მაგენი წაგებულები არიან და ამერიკას ვერ მართავენ ამას დროებით მოვლენად თვლიან. ეხლა მე რასაც ლაპარაკობ ცოტა პოლიტიკური ამბებია და გლობალისტების და ეთელი მიმართულებები ეხლა შეიძლება ზოგმა დამიწყოს დაცინო რომ შენ რა გეხება და შენ ვინახა და შენ რა იცი მაგრამ მე ჩვენ როგორ ვამბობთ ხშირად ყოველთვის იმას ვამბობთ ჩვენ არც იქით არც აქით ჩვენ ვაჩვენებთ და ვამბობთ იმას რაც არის პირადად რომ მკითხოთ აი ტრამპზე რომ მკითხონ აი ესეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ ეს კაცი უკვე ასაკში შესული კაცი მილიონერი პიარისტი და შოუმენი აი მოხუცი კაცია და ცოტა არ მიყვარს ამ სიტყვის თქმა, მაგრამ აი ჟარგონულად ვიტყვი, კაიფობს და ეკაიფება მთელ მსოფლიოს და დიდი ბავშვი თამაშობს რა ვიცი რა ძლიერი ქვეყანა ამერიკა და სოციალისტ და რა ვიცი სამხედრო ძალა და მთელი ამბები და ეღადავება მთელ მსოფლიოს. ეხლა რელიგიური კუთხიდან გამომდინარე, ეხლა დაფიქრდით, აი რას აკეთებს, ხო? ხვალ ზეგ ეს ადამიანი გარდაეცლება და წავა იმ სამყაროში, მაგრამ რას უტყუებს ამ მსოფლიოს და თავის იმეებით, აი ვერ გეტყვით რა, ეხლა მე ისე და ისე მეორდები, მე ამას ვამბობ ჩემ პირად. ცნობილ და ფიქრებს, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ფაქტია, რომ ყარად არ დგას ეს ადამიანი და რაღაც აცაბაცა ხან იმას მიედება, ხან ამას მოედება და თითქოს როგორც ევანგელისტები და რელიგიური კუთხიდან გამომდინარე მოვიდა ამ მთავრობაში და მერე შეცვალა ეს ყველაფერი და რა ხდება და როგორ ხდება ღმერთმა იცის. და რაც თავარია აი ამერიკაში შიგნით შენი ამბებია, მაგრამ საგარეო საქმეშიც ხო აგიჟებს ხალხს, ხა გრენლანდია, დანია, ვენესუელა, ირანი, ერაყიო და რა ვიცი, ხა ვერ გავწვდები ამას ყველაფერს. და არ ვიცი, შეიძლება შედარებაც მოვიტანო ეს როგორ არის, იცით, აი რომის იმპერიაც ხომ ასე იყო თავი დროზე მთელ მსოფლიოს აკონტროლებდა და საბოლოო ჯამში მერე ბოლოს დაინგრა და ვერ გაქაჩა რომა, რომ ეკონტროლებინა მთელი მსოფლიო. ვერ გაქაჩა საბჭოთა კავშირმაც ეკონტროლებინა მთელი მსოფლიო და ძალიან გული მწყდება, რომ ამერიკაც გონი მაგზას დაადგა და თავიდან გახსოვთ ტრამპი როგორ ლაპარაკობდა, რომ ამერიკისთვის ყველაფერი და ამერიკა შიდა პოლიტიკაზე ქონდა ყველაფერი გათვლილი ამერიკისთვის, მაგრამ გავიდა დრო და სად არის ამერიკა ამერიკისთვის გონი უფრო საგარეო პოლიტიკაში უფრო ჩართულია. ხან ვითომ რუსეთის ომი დაამთავრა, ხან ეხა ვითომ ირანი, ხან არ ვიცი რა, ნუ ზოგადად ეხა მიმიხდით რასაც ვამბობ, მაგრამ მეგობრებო ფაქტია, რომ მე რომ მკითხო არასერიოზულად და არათანმიმდევრულად მიდის პროცესები ამერიკაში და მსოფლიოში. ჩემებურად ავსახე ეს ამერიკაში სიტუაცია და აი დარწმუნებული ვარ ამას ვინც მოусვენს ბევრი არა, მაგრამ მეტყვის რომ შენ რუსულ პოლიტიკას ლაპარაკობ და რუსისტი ხარ რა, პუტინისტი ხარ რომ მეტყვიან ახლა, მაგრამ პუტინიც რა შუაშია, ჩვენ ვამბობთ რეალობაზე. პუტინის ის სხვა თემაა, რუსეთს რომ თავისი პრობლემები აქვს და თავისი ინტერესებია, ესეც ფაქტია. და ფაქტია რომ არა მარტო რუსეთს, ჩინეთს თავისი ინტერესი აქვს, ამერიკას თავისი ინტერესი აქვს. ასე სულთა გეოპოლიტიკურად ვლაპარაკობ. ეხლა მე ჩემილი ახლა პუტინზე ვილაპარაკო ბევრი რაღაცა და მე თუ რეალობად ვიტყვი და ეხლა პუტინმა და რუსეთმა რომ საქართველოს ამხელა ზიანი მიაყენა და არ ვიტყვი ამ სიტყვას ეხლა ტრულად რო იქცევა და დაანგრია საქართველოს და დაკოპა, ესეც ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამხელა ქვეყანა ჩვენი მეზობელია, ხო? მაგრამ ისიც ფაქტია რომ ეხლა შენ პატარა მე ყველაფერი რასაც ლაპარაკო საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე ლაპარაკო და რას მოყვება და ეხლა მე დაუწყო რუსეთს გინება და ისა და ასე და ისე და ასე და ამ გინებით რუსეთმა ჩემი სამშობლო დააზიანოს და გაანადგუროს უნებრივია ხო არავის არ გვინდა და ის მაგრამ მე უბრალოდ სულ მაგას ვიძახი რომ ადამიანებმა მოსმენა არ იციან რა როგორ და
მე ჩვენი არხიდან გამომდინარე სულ იმას ვიზახით, რომ ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის. ეხლა ზოგი რო არის მარტო ამერიკა და მარტო რუსეთია მტერი და ამერიკა არ არის მტერი და მტერს არ ვიტყვი, აშუაშა ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და თავისი გეოპოლიტიკური მიზნები. შაპებში და ამ გიჟებში ჩვენი ქვეყანაც არის, ხო, ჩვენი 3 მილიონიანი ქვეყანა, რავი, რას უნდა დაუპირისპირდეთ. ჩვენი ერთადერთი ყველაზე დაპირისპირება და გაუმკლავდი ამ პრობლემებს და ამ მიმდინარე პროცესებს არის ჩვენი სიბრძნე და ჩვენი სიმშვიდე. და რა ვიცი, ეხლა მე რაც ვილაპარაკე, თითქოს ეხლა ტეხაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ტექსაზე, ნუ ტეხაზე და ეხლა წაი გამახსენდა რა, ეხლა ვიცი გამოხდება ისეთი ადამიანები, რომ აი რატო არ ამბობ ტექსას და რატო ამბობ ტეხას, ადრე ტეხაზე რომ ვიღებდი ხოლმე ვიდეოებს და გამოხდა აი ტექსასია და როგორ გეტყობა რომ რუსოფილი ხარ და რაღაც, ნუ ასე მომყვება ეხლა ტეხას, რუსეთში, თურქეთში, ჩვენ ტეხას ვამბობთ და ინგლისური აპრივატიურით არის ტექსასი. მინდა თუ არა ტექსასი უნდა ილაპარაკო, იმიტომ რომ შენ თუ ტექსას არ ლაპარაკობ, მე ვარ რუსოფილი და პუტინისტი. ტექსასი და ტეხასის ამბავი და ნუ თავარია ჩვენ ჩემი სათქმელი თქვა და ისე თქვა რომ ადამიანებმა გაიგონ. ეხლა თუ ადამიანებს არ უნდათ გაგება ზღამიზანია ან რაღაცა ამიტომით და მინდობით ჩვენი საუბარი არ არის. ჩვენ არის ფაქტებით, მაგალითებით და არგუმენტებით. და ეხლაც ჩვენი ვიდეო ასე თუ ისე თითქოს პოლიტიკურის განვიხილეთ. მაგრამ ჩვენ მეორდები და მგონი შეგაწუხეთ კიდევაც რომ ჩვენ ყველაფერს ვარქმევთ თავის სახეს. და ვინაიდან ეხლა მე ამერიკაში ვარ და აქ მოძრაობ, იმიტომ წამოიწყე ამ პოლიტიკაზე საუბარი. თორე ყველგან არის კარგი, ყველგან არის ცუდი. ჩვენ კარგიც ვიცით რა არის, ცუდიც ვიცით რა არის. იმიტომ ზოგჯერ აი არ მინდა ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც მომიწევს, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ვიმართლებს არის და არ ვიმართლებ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ აი ხა ამ საუბრის შემდეგ შეიძლება მითხრა შენ ამერიკა არ გიყვარს და რა კიდე ამერიკაში და რას აკეთებ და როგორ აკეთებ და რატო ლანძღავ. ამ დროს მე არც ლანძღავ, სულ ვამბობ პირიქით, მადლობის მეტი რამე თქმის. პირიქით ამერიკას ძალიან დიდ მადლობას ვამბობ და ასეთი თავისუფალი ქვეყანა მე ჯერ არ მეგულება. მე მგონი ფასიანზე გამოვედი და ფასიანზე სიარული არ გვინდა. თუ გვინდა რა ვიცი ვირი იქნება ვიტო. ჯანდაბას რა ხა გამოვედი თუ მე რამდენი უნდა იყოს ხა გადასახადი არ იქნება. ხო და რას ვამბობდი მეგობრებო, თითქოს ვიმართლებ და თითქოს რაღაცა არაფრით გასამართლებელი ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ სტილში ვამბობთ იმას რაც არის. ეხლა გემოვნებაზე არავინ არ დავობს. პოლიტიკაზე დავიწყე ლაპარაკი სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დასკვნები ვერ გამოვაკ და მეც ვთვლობ რომ რაღაც უსამართლოდ და დაუმსახურებლად არ მივიღო რაღაც იარლიკები ასე რომ ვთქვათ და მინდა არ კიდე ბუნებრივია რატო ეხლა მე პირიქით ყოველთვის ვცდილობ რომ ჩვენი არხი და ჩვენი ეს ლაპარაკი და ჩვენი ეს გადაღებები იყოს ყოველთვის სასარგებლო და ჩემი წინა ვიდეოდან გამომდინარე სულ მაგას არის კაი განწყობა შეგიქმნათ. მე ჩემ თავ შეუქმნა კაი განწყობა და თქვენს ჩემი ვიდეოს ყურების შემდეგ რაღაცა სასარგებლო მიიღოთ და რა თავარია კარგი განწყობით დატოვოთ მეთქი რომ დაამთავროთ ეს ჩემი ვიდეო ყურება. აქედან გამომდინარე მეგობრებო, მე არა ვარ რუსოფილი, მე არა ვარ პუტინისტი, მე ვარ უბრალოდ ქართველი კაცი, საქართველოს შეყვარებული ადამიანი და ადამიანი ვისაც უყვარს და არ მინდა დაზიანდეს. აი იქიდან არის ჩემი ხედვა გამომდინარე და რა თქმა მთელი ჩემი არსი და აზროვნება ბიბლია არის საწყისი, სარწმუნოებრივი ხედვა, იქიდან გაფიტრული აზროვნებით სარგებლობ მე. ნახეთ მეგობრებო, აქეთ ექსპრესზე გამოვედი რა თავისუფლად მოვიდება და იქით სადაც უფას ვარ, ამდენი მანქანა რა. ალბათ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ახლა ამ სიცხეში და ამ იმაში. ჯანდაბას რა რამდენი იქნება გადასახდი. Express lanes.
ნახეთ მარჯვენა ხუვი. გახსოვთ ერთხელ ლოს-ანჯელესიდან რომ მოვდიოდი და ფასიანზე რომ გადავედი, მე ნერვიულობდი, მეთქი ალბათ მე დამანჯარებენ მეთქი, იმიტომ რომ იმ ფასიან გზაზე ტრაილერები არ მოდიოდნენ. აქ ახლა ხედავ ტრაილერები დადიან და ამის საშიშროება და ის რომ დამანჯარებენ და ასე შემდეგ არ გვექნება. კარგით მეგობრებო, მოდი, ერთ სიტყვით ჩვენ ტეხაში ვართ, მივდივართ ლორეტოში. ძალაუნებურად რაღაცნაირად სხვა რაღაცების გადაღება მინდოდა, მაგრამ გონი ვიდეო შევავსეთ და რო არ დატვირთოთ დაგემშვიდობებით ახლა მე, თქვენ ჩემი აზრი გითხარით, ჩემი ფიქრები გაგიზიარეთ და ჩვენ არხის სტილს მივყვებით, იზიარებთ იმ ფიქრებს და იმ აზრებს, რაც მე მომდის თავში. თქვენ გახომ აქ აღებული მეგობრებო, რომ გაგიზიაროთ. შეიძლება ზუსტად, არა, მე შევეცდები რა თქმა უნდა, რაღაცა უაზრო და სულერული იმაში არ გადავიდეს, მაგრამ მაინც ფიქრებს გიზიარეთ. მე ვიცი რომ თქვენგან ნებართვა მაქვს აღებული და აქედან გამომდინარე ცოტა გავთამამდები და უფრო მეტ აზრებს გაგიზიარეთ. წავედით, იმედია საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.